შენი სახელი ჯავშნებშია, მაგი და ორისთვის. ასია. მეორე ვინ არის? ხომეცი ამაზე ლაპარაკი არ მინდა. არ მინდა. ხალილ იბრაჰიმ, კარგად ხარ? რას აკეთებ? როგორ შეიძლება აქ დიდემთან ერთად იარო მითხარი? მართლა მნანობ საერთოდ რომ გითხარი? ედანურ, იმას ვაკეთებ, რაც ზეინებს უნდა. რადგან გადაწყვიტა, რომ დედემის შემეფერება მინდა მასთან ერთად ვისადილო. ნახავ, მართლა ასეთია თუ არა. მართლა ორივე გაგიჟდით. ამ საკითხთან ხუმრობა არ შეიძლება. უკან დასახები გზა აღარ გექნებათ. ამის შესახებ ზეინებმა უკვე მითხრა, მე კი უკან დაბრუნებას არ ვაპირებ და წინ მივდივარ. ხო, ამჯერად წინ სწრაფი ნაბიჯით მიდიხართ. უმისმინე, თუ ამ გოგოს ცუდად მოექცევი, რა სიზა? შენ ცხოვრებაში არ ვერევი, შენ კი ჩემს საშინ უჩაერევიე და არ ვიცი მიხვდი თუ არა. ოხუზით მემუქრები? ეგრაშუაშია, უბრალოდ გეუბნები, რომ არ ჩაერიო. კარგი. კარგი. მაშინ დღეს მაგ დიდემთან რამდენადაც ახლოს იქნები, მეც იმდენად ახლოს ვიქნები ოღუზთან შეთვალწინ და არ ჩაერიო. ედანურ. კარგად დაფიქრდი, ნესიმ? ახლა იმ მდგომარეობაში არ ვარ, რომ რამეზე ვიფიქრო, მაიორო. ჩემი მწუხარება ჯერ ისევ ახალია. მაშინ კიდე ვიფიქრე, არ გვეჩქარება. მაიორო, დურსუნ ლეტო არსად ჩანს. რა? არსად არის. ეგ კაცი მეკალთანია. ნიჰათ მართენი არ დაემუქრა, იმით რომ მეკალთანია. დიახ. ალბათ ვიღაცა საეკიდა. მისმა ცოლმაც ასე მითხრა, მაგრამ ნარგიზმა რაღაც არ იცის, მეთაურო. დურსუნი სანამ რამეს გააკეთებდა, პირველ რიგში მე მირეკავდა და მაფრთხილებდა. თუ იკითხავდნენ, ჩემთან ერთად იყო. თუ თქვენს ჩვევებს გამოვტოვებთ, რისი თქმა გინდათ? მაიორო, მათთან სახლში მივედი, მისი ცოლ-შვილი უცნაურად იქცეოდა. თუ დურსუნი არ არის, მაიორო, ჩემი აზრით, ნიჰათ მარტენმა მოიტაცა. ამაში დარწმუნებული ვარ. გუშინ ღამით თავდასხმა მოხდა. თავდასხმის ადგილზე ნაპოვნია ტყვის მასრები და ასევე სისხლის კვალი. არც მანქანაა და არც გვამი. დაჭრილი პაციენტი არც საავადმყოფოში მიუყვანიათ. დილიდან ვფიქრობ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და ვერანაირ დასკვნამდე ვერ მივედი. ახლა კი ყველაფერი ნათელი გახდა. ძალიან კარგი, მაიორო. ეგ ნიჰათ მართენი აქ მოიყვანეთ. თუ საჭირო იქნება, შეგიძლიათ მეც მასთან ერთად ჩამსვათ და მე მას იქ გავუსწორდები. ნესიმ, ნიჰათ მართენს აქ აღარ გამოვიძახებ. ჩემს თვალწინ ვინმე უნდა მოკლას, რომ გაქცევა ვეღარ შეძლოს. ჯერ დურსუნის კვალი ვიპოვოთ. მერე კი ვნახოთ, მართენს რა მოვუხერხოთ. თუ ნიჰათ მართენი ჩემი ხელით არ მოკვდება, მაშინ სახელმწიფოსთან დისტანციას დავიჭერ. ახლა ვამბობ, როგორ შეგვაშინე. ამას მართლა ვერ გადავიტანთ. არც კი ვიცი რა გითხრა. მაიორო, კარგად დაფიქრდი. ერთი წუთით გარეთ გავა. რას ამბობ, ედანურ? ხალილ იბრაჰიმი და დიდემი ერთად ივახშმებენ? თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარიელებ. გუშინ ზეინებმა უთხრა, რომ გაშორდებოდა. ხალილ იბრაჰიმი გაბრაზდა და თქვა, რადგან საცოლის მირჩევს, მოუწევს შედეგიც აიდანოსო. ღმერთო ჩემო, რა უნდა ვქნათ? წადი და ზეინებს უთხარი, რომ ის მოხდა, რაც უნდოდა და ეს მისი უკანასკნელი შანსია ხელი შეუშალოს. თუ არაფერს მოიმოქმედებს, ესე იგი ხალილ იბრაჰიმთან მართლა არ უნდა. მაგრამ უყვარს და თან ძალიან. კარგი, როგორმე ვეტყვი. შევთანხმდით, გოცნი. მეც. ყველას თავისი სწორი ხავს. ხედავ ახალგაზრდა ხარ, ლამაზი სიცოცხლით სავსე.
ისეთ გოგონას როგორიც შენ ხარ რაში სჭირდება ისეთი კაცი როგორიც რიзвანია მეგონა დაშორდით იქნებ ვწდები არა მართალია მაგრამ არის საკითხები რომლის შესახებაც არ იცი შეიძლება დავშორდით მაგრამ არსებობს კავშირები რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს იმის თქმა მინდა რომ რიзвანი შენზე დაქორწინებით აპირებს შვილებს ჭკუასწავლოს ჩემთვის ასე არ უთქვამს გამზე მე ვერ ხვდები რა მიზანი გაქვს როგორც მახსოვს მდიდარი ოჯახი ყავს ფული არ გჭირდება აშკარაა რომ მამაჩემს არ შეეფერებია საკის გამო ასევე იმ მიზეზით რომ მამაჩემი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული და შენი ასაკის შვილები ჰყავს ამ საქმისგან თავის შორს უნდა დაგეჭირა რა მოტივი გაქვს ვერ გავიგე ოჯახის შექმნა ზეინებ როგორ თქვი ეკონომიკურად დამოკიდებული არავისე ვარ მაგრამ არ მინდა ოჯახის შექმნა ჩემს თანასწორებთან რომლებიც ჯერ ისევ ღრუბლებში დაფრინავენ მამა ცდილობს ჩვენზე შური იძიოს და შენ ვიზე გინდა შურის ძიება ყველას ჩვენი ჭრილობა გვაქვს რა თქმა უნდა მაგრამ აქ ორნალობისთვის არ ვსხედვართ ხომ ასეა მითხარი რა გინდა იმისთვის რომ ამ საქმეზე უარი თქვა ნედიმე ხანიმ ამ წინადადებას ყოველგვარი ზეწოლის გარეშე დავთანხმდი არც ვინმე ზეწოლით ვიტყვი უარს ესე იგი ომს მიცხადებ ეს მამაკაცი თქვენი ქმარი არ არის და არც პრეტენზიის უფლება გაქვთ ვერ მივხვდი თქვენთან ომი რატომ მომიწევს კარგი ნახავ როცა დრო მოვა მაშინ შევხვდებით როცა დრო მოვა ახლა კი წავალ კარამდე გაგაცილებ კარგი გამზე ამ საქმეში ჩვენი აიშეს მოწადინებით ჩაერთე მაგრამ ჩემს აზრს თუ მკითხავ გეტყვი რომ ამას ნუიზამ არ გირჩევ ისევ შენ გამო ამ ოჯახში შემოხვალ და გასვლას ვეღარ შეძლებ ჩათვალე რომ ჭაობია თუ ჭაობი იყო უკან რატომ დაბრუნდი მიუხედავად იმისა რომ თავი გადაირჩინე ხომ გითხარი რომ ჭაობია გონია გადარჩი მაგრამ რეალურად სულ უფრო იძირები ცოტა ხნის წინ მკითხე რაშია ჩემი мотиваცია ესეც კი მაინტერესებს მოიცადე ზეინებ ნახოთ რა იქნება ჩვენ აქ ვცდილობთ მშვიდი ცხოვრებით ვიცხოვროთ, ადამიანები კი თავგადასავალს დაეძებენ. შეიძლება გათხოვდეს სიტყვებით, ვნახოთ რა იქნება. თითქოს შენ სხვანაირად გათხოვდი. საუბარი მე არ მეხება. ზეინებ. ზუსტად რომ შენ გეხება. რას გულისხმობ? ხალილ იბრაჰიმი და დიდემი დღეს ერთად ივახშმებენ. ელიფ რას ამბობ? ვინ ითხრა? ეს უკვე მეტისმეტია. ხო, ასია ზეინებ. საიდან მოიტანა ვინ გითხრა? ვისგან გაიგე? რა სისულელეა? რატომ გაგიკვირდა შენი მიზანი ეს არ იყო? ეს იყო ჩემი მიზანი. შეიძლება იმიტომ მიკვირს რომ დილით მითხრა მასთან ყოფნა არ უნდოდა. უცხო არ არის ზეინებ. ეს ის გოგოა რომელიც შენ შეურჩიე.
ქალი, რომელიც ხალილ იბრაჰიმს შვილებს გაუჩენს. მისი სტილია. ელიფ ვინ გითხრა? ედენურმა. ეგონა ამის მოსმენა შენს გენდომებოდა. ყოჩახ. ზეინებ, იმოქმედე. თუ ხელს არ შეუშლი, მართლა დაკარგავ. დურსუნ ლეტოს დაკარგვის ამბავი ვისგან გაიგეთ მეთაურო? ეს ანალიზი ან ჭორი არ არის. მაიორს მოწმე ყავს, მაგრამ სახელს არ ამბობს. მართლა? თუ მოწმე ყავთ, მაშინ ისიც თქვას, დურსუნ ლეტო სად არის? მომისმინე მე ამბოხე. დღეს ისევ მარცხენა ფეხზე ადექი არა? შენივე კეთილდღეობისთვის ვამბობთ, თუ ეს ადამიანი მოიტაცეს, ან მახეს დაგიგებენ, ან დაგაშანტაჟებენ. ეს საქმე შენ გეხება. გაითვალისწინე. ამბობს, რომ გუშინდელი თქვენი სადილის შემდეგ თავდასხმა მოხდა. გუშინდელის შემდეგ ფიქრეთს ან იავუს ხომ არ ელაპარაკე? არაფერი ვიცი, რამე რომ ყოფილიყო უკვე მეწოდინებოდა. ფიქრეთი მოდის, ვკითხოთ, რამე თუ იცის. აი ისიც. უკვე მოვიდა. მას რამე ეწოდინება? შენ არა, თვითონ გკითხავ. გამარჯობა. მოგესალმებით. კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ. დაბრძანდი. ფიქრეთ, მეთაური მეჯნუნი რაღაცას ამბობს. ჩვენ საქმის კურსში არ ვართ, იქნებ შენ იცი. რა? დურსუნ ლეტოზე. რა სჭირს? ეჭვი გვაქვს რომ მოიტაცეს. რატომ? კითხვებს მე ვსვამ. დღეს მათთან სახლში ვიყავი. მერე ნახე? არა. ჩემს გამო ცოლსაც კი ეჭხუბა. კარი გაიხურა და წავიდა. სხვა არაფერია? შეიძლება ბოლოს და ბოლოს გავიგო, რატომ ფიქრობთ, რომ ის მოიტაცეს. გუშინ თავდასხმა მოხდა. თქვენ სახლთან ახლოს. ზუსტად ამ დროს ისადილეთ და დაიშალეთ. მაგრამ გუშინ დურსუნ ლეტო ჩვენთან არ ყოფილა. როგორც უკვე გითხარით, ღამით სახლში იყო, დილით კი წავიდა. იავუზი ნახე? კი, სახლში იყო. თუ გინდათ დავურეკავ და მოვა, იავუზი არაფერს მიმალავს. მიწაზე მასრები და სისხლის კვალი ვიპოვეთ, მაგრამ არც მოკლულია ვინმე, არც დაჭრილი. არანაირი კვალი არ არის. რადგან არც შენ იცი, მაშინ ჩემთვის თემა დახურულია. მართლა უცნაური ადამიანია. ვერ ხვდები, ეს მეთაური გვიცავს თუ მახეში გვიტყუებს. ნიჰათ მარტენთან პრობლემა აქვს, მისი დაჭერა უნდა. გვაპოტიოს, მაგრამ ნიჰათს არ მივცემთ. ხომ ასეა ძმაო? რა თქმა უნდა. ხალილ იბრაჰიმ. მართალი გითხრა, გუშინდელის შემდეგ თავს ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ. აქ ამიტომ მოვედი. ის რაც გუშინ ზეინებმა გააკეთა არასწორი იყო. უფრო მეტიც, ის რომ ყველას თანდასწრებით გააკეთა ძალიან არასწორი იყო. ვიფიქრე იქნებ ცალკე ილაპარაკოთ, შეიძლება რამე შეიცვალოს. ვილაპარაკეთ ფიქრეთ. როდის? დღეს დილით. კარგია. მაშინ კარგი. იმედი მაქვს ეს საქმე მოაგვარეთ. არ ვიცი კარგია თუ ცუდი, მაგრამ რაღაც ნამდვილად მომგვარეთ. მითხრა რომ ჩემთან აღარ უნდა. გარკვევით მიმახვედრა რომ ერთად ვეღარ ვიქნებით. რა გითხრა ძმაო? რა სჭირს ამ გოგოს? ვიტყოდი რომ ეს ბავშვის გამო ხდება, მაგრამ ვუთხარი ფიქრეთ, ამაზეც ველაპარაკე, მაგრამ მითხრა რომ ერთად ყოფნა აღარ შეიძლება. აღარ არსებობს ისეთი მცნება, როგორიც არის ჩვენ. თემა დახურულია. მერთო ჩემო. კარგი, წავალ და ზეინებს დაველაპარაკები.
არა. შენმა დამხომ თქვა პატივი ეცით ჩემს გადაწყვეტილებასო. ნუ ვარ ჩაერევი. ოუს. დღეს საღამოს თავისუფალი ხარ? რატომ მეკითხები? მიფიქრე ერთად გვესადილა. შეიძლება. სად ვისადილოთ? აქ. აქ? კარგი, შეიძლება. კარგი. ხოლო თქვენ ორმა უნდა ისადილოთ? ადამიანი ნერვიულობს, რამე ხდება ედა? სანერვიულო არაფერია თუ რა. მაშინ საღამოს 8-ზე. შეიძლება, კარგი. რა მოხდა, ვინმე მიცის? ჰალელ იბრაჰიმმა მითხრა, რომ საღამოს დედემთან ერთად ისადილებს. იქნებედან ურს უნდა კომპანია გაუწიოს. დედემთან ერთად სადილობს? კავშირზე ვარ ძმაო. კარგი. ჰალელ. ვილაპარაკოთ? კარგი ძმაო. მამა. რა ხდება? ჰალელ იბრაჰიმი დედემთან ერთად რატომ სადილობს? ცოლი არ ხავს? ზეინებს დაშორდა. მერე? არ ვიცი, ვერც მე მივხვდი. მაგრამ როგორ ჩანს, დედემთან რაღაც ურთიერთობა აქვს. არ ვიცით. და არაფერს სიტყვი? ჩვენს რესტორანში, ჩვენს თვალწინ, თუ ასე შეიძლება, მამა? შვილო. ადამიანმა ნებართვა ჩემგან აიღო. შემიძლია შენს ძმისშვილთან ერთად ვისადილო, მკითხა. ხომ არ უთქვამს შემიძლია თუ არა მოვკლაო? ვალდებული არ ვარ, ნებართვა თქვენგან ავიღო იმისთვის, რომ ვინმესთან ერთად ვისადილო. ჰალელ. მომისმინე, ამას ზეინების ჯინაზე აკეთებ. ასე არ ივარგებ ძმაო. დღეს ხვალ შევიკრიბები, თვალებში ვერ შევხედავთ. ნუ შეხედავთ ძმაო, ნუ შეხედავთ, სახლში წადით. ოღუზი წაიყვანე და ერთად წადით. არა, საღამოს მეც სადილზე ვარ. მართლა? ვისთან? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ნებართვა უნდა გთხოვო, რომ ვისადილო? მე წავალ, სემასთან ერთად ვისადილებ. იქნებ მივხვდე რა ხდება. კარგი, წავედი. არის საკითხები, რომელიც არ გამოვა და რომელიც გამოვა. არის საკითხები, რომლის გაკეთება შეიძლება და რომელიც არ შეიძლება. თუ ცოლმა რაღაც ისეთი გითხრა, რომ გაწყენინა, ასე არ უნდა მოიქცე. კარგად მიცნობ, ყველა სამაგიეროს მიუძღავ. ყველას ვაიძულებ ინანოს, ვინც მეთამაშება. აიძულე, ძმაო, აიძულე. საკუთარი თავი აიძულე ინანოს, ზეინები აიძულე, მეც მაიძულე. თუ ბედნიერი იქნები, გააგრძელე. ჯერ არ დამისრულებია ოღუს. მე დავასრულე, ძმაო. საღამოს სადილზე შევხვდებით. დროებით. არ ვიცი აიშემ გოგონა ასე როგორ განაწყო. მითხრა რომ უკან, არაფრის გამო არ დაიხებს. მაგრამ ვიცი აიშეს რა მოუხერხო. მაგალითად რა ნედიმე. ზეინებს ვეთყვი. დიდემი მოიწვიოს. მინდა დიდემი ფიქრეთის გვერდით ნახოს. ამის შემდეგ ნახე აიშე, დიდემიც დამლას გავს. ისე ვერ დაამცირებს როგორც დამლას. მე და თამამია. ზეინები დიდემს თავის ძმას არ შეახოდრებს. რატომ? იმიტომ რომ უნდა დიდემი ჰალელ იბრაჰიმს გაურიგოს. ვინ უნდა გაურიგოს, ვერ მივხვდი. ზეინები ამბობს, რომ ჰალელ იბრაჰიმი ჩემთან განქორწინების შემდეგ დიდემთან იქნებაო. ღმერთო, ეს გოგო სულ გაგიჟდა. საიდან მოსდის ეს აზრები? მსგავს რამაზე ფიქრი და საუბარი როგორ შეიძლება? Sen hasta mısın ya? აბადმყოფი ხარ? ხდება ძმაო? რას ნიშნავს რა ხდება? ჯერ რაღაც კაპრიზების გამო ქმარი მიატოვე. ეს არ გეყო, შენთან არ მინდა, იმიტომ უთხარი რომ ახალ ქმარს ეძებ? ეს ჰალელ იბრაჰიმა გითხრა? არა, შოთასგან გავიგე, რომ შენი ქმარი დედემთან ერთად ისადილებს.
ელიფს ვკითხე რა ხდება, როგორც აღმოჩნდა შენი ნახელავი ყოფილა. მე ვუთხარი დიდებთან ერთად ევახშმა. ზეინებ, ზოგიერთ ადამიანთან თამაში არ შეიძლება. მეგონა ქალებს შორის ყველაზე ჭკვიანი იყავი ამ სახლშიც და ჩვენს გარშემოც. შევცდი სამწუხაროდ. ძალიან წუხარ. გმადლობ შოთა. როგორც ჩანს, გრძელი ღამე იქნება ფიქრეთ ბეი. მე წავალ. წადი შოთა, წადი. შენ მაინც დააფასე ის, რაც გაქვს. ისედაც ხედავ რა შეგვრჩა. გმადლობ. ზეინები მიდის. გიფიცები. ზეინები სად მიდის? ჩემი აზრით თავისი ქორწინების გადასარჩენად. ღმერთმა ხნას. თუ განქორწინებაზე სიტყვა ერთხელ მაინც თქმულა, ის ქორწინება გადარჩენილი აღარ მინახავს. დედა, კარგი რა? ღმერთმა ხნას ისე იყოს, როგორც თქვენ ამბობთ. გამომართვი შვილო. იქნება. ვიცი. რაღაც ძალიან რთულს გთხოვთ, შვილო. მაგრამ ვალდებული ხარ ეს ჩვენ გამო გააკეთო. სიტყვა მოგვეცი. კარგი დედა. იავუს. ხალილ იბრაჰიმს სიმართლეს არ ეტყვი. მხოლოდ დახმარებას თხოვ. გავიგე, დედა. ვიცი. ყველა ერთნაირია, ცხვარებით. ისე როგორც სკოლაში. დიახ, ყველა ტელეფონს ითხოვს.
არც კი ვიცი რა ვთქვა. გემრიელია? ადრეც გაგისინჯავს? არა, არასდროს. ამას შეხედე. ხუმრობს იცინის. ჩვენ გვერდით არასდროს იცინის, აქ კი გავგიჟდები. არ იცი რა ჯიუტია. Sen onun adını bilmezsin. მისი სიჯიუტე ყველაზე კარგად მე ვიცი. ბავშვობიდან ვიცნო. შენ არ იცი? Evet. ხო, Evet. Yani o ხო, უბრალოდ თვითონ მითხრა რომ yapamayacağım şey. სიჯიუტის გამო ყველაფერს გააკეთებს. თვითონ თქვა? ეგ ჩემ სიჯიუტეს არ იცნობს. მე გავაკეთებ ყველაფერს სიჯიუტის გამო. მაგალითად? და ისეთი გრძნობა მაქვს რომ მიყენებენ. ჩემი გრძნობები გულწრფელია, მაგრამ ამას სიჯიუტის გამო ვაკეთებ. Didemciğim, დედამ, Eda Hanım kalk. ედანური უნდა ადგეს. Ona bir şey söyle. რაღაც უნდა უთხრა. როგორც ჩანს, ახლა ამისთვის არ ძალია. Yok. არა, ადგება. Afiyet olsun. გემრიელად მიირთვით. Siz თავს რის უფლებას აძლევთ? მაგ გოგოს აქედან გაუშვებ თუ მე და ოღუზი სახლში მარტო წავიდეთ. baş başa მარტო? კარგი, gidin. წადით. Gidin ama წადით, მაგრამ მე დამელოდეთ. geleceğim ben de. მე სახლში მოვალ. Gel kardeş. მოდი ძმაო, გელოდებით. წავიდეთ? Olur. შეიძლება. Biz çıkıyoruz o zaman. კარგი, მაშინ ჩვენ წავალთ. İyi akşamlar. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. ასევე. მიხარია რომ ედანური ისე ბედნიერია. Olmasına çok sevindim. ის და ოღუზი ერთმანეთს ძალიან შეეფერებიან. Arkadaşlar onlar. მეგობრები არიან. მეგობრები? აქედან ხელჩაკიდებულები გავიდნენ. ძალიან ახლო მეგობრები. შენ კი ცოტა ეჭვიანი ხარ არა? Gerekli. ზომიერად. Arkadaşlarım çok რადგან შენს მეგობრებზე ეჭვიანობ, მგონი ზომიერებაზე მეტია. სიახლოვე მიყვარს რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს ახლობლებზეც ვეჭვიანობ. თუ ბედნიერები იქნებიან, არ ვიეჭვიანებ, მაგრამ არ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რაც არასდროს მოხდება. კარგია. მიხარია. Niye? რატომ? როგორც ხვდები, ჩვენთან დაკავშირებით გარკვეული იმედი გაქვს. yani წინააღმდეგ შემთხვევაში აქ რას ვაკეთებ? işimiz var değil mi? ასეა? ან იქნებ არასწორად ვფიქრობ. Pardon. უკაცრავად. ძმაო, რძალი მოვიდა. Niye gidin? რომელი რძალი? ზეინებ ჰანიმი კართან დგას. გველოდება რას ვიზამთ. Hiçbir şey yapmayın. არაფერია. ყურადღებას ნუ მიაღწევთ. შემოვიდეს. Bir şey mi oldu? რამე მოხდა? არა. Bir şey içer misin? გითხეს რამეს დავლებ თუ არა. უთხარი რომ მანქანით ვართ და სხვა დროს იყოს. Bir dahaki sefere burada buluşmasak. იქნებ სხვა დროს სხვა ადგილზე შევხვდეთ. რატომ? Senin çevren. შენი გარემოცვა, ბიძა ჩემი, თუ ბევრად უფრო მშვიდ ადგილზე შევხვდებით, იქნებ უკეთ გამიცნო. Tabii. რა თქმა უნდა. Nasıl istersen. როგორც სიტყვი.
Zeynep, ზეინებ, gidiyor musun? მიდიხარ? Ben Eda'nın მე ედენურის ენახავად მოვედი, ის კი არ დამოხდა. ჰალილ იბრაჰიმი შიგნით არის? içeride. შიგნით არის, მაგრამ Pek არც ისე თავისუფალია. Sen კარგად ხარ? peki? ხო, კარგად ვარ. გასაგებია. ამ საღამოსთვის დიდი მადლობა. ყველაფერი შესანიშნავი იყო. Asıl ben მადლობას მიგიხდი, ჩემი მოწვევა რომ მიიღე. კარგი საღამო გამოვიდა. შემდეგზე სადმე სხვაგან შევხვდეთ. შევთანხმდით. Yavuz. იაუს, როგორ ხარ? კარგად შენ? კარგად. შიგნით დამელოდეს, სტუმარს გავაცილებ და ახლავე მოვალ. Tamam. კარგი? გამშვიდობის. ხომშვიდობის. hayırdır? მშვიდობაა, იაუს. Pek hayır. ასე ვერ ვიტყოდი. ასე დროს აქ რას აკეთებ აიშე? შენს ენახავად მოვედი, ფიქრეთ. ბავშვებს რამე სჭირთ? არა, ყველაფერი კარგადაა, ფიქრეთ. მართალია დაცვას ვუთხარი, რომ ბავშვებთან დაკავშირებით მოვედი, მაგრამ იმიტომ, რომ უპრობლემოდ შემოვსულიყავი. Ne oldu Ayşe? რა მოხდა აიშე? Ne istiyorsun? რა გინდა? Biraz konuşmak მინდა isterdim ვილაპარაკოთ. Fikret. Bak Ayşe. მესმინე აიშე. Gerçekten. ახლა გამათვის თავი არ მაქვს. Tartışalım demedim. არ მithქვამს, რომ ვიკამათოთ. Konuşalım dedim. გითხარი ვილაპარაკოთ მეთქი. Zaten doğru. ყველაფერი აქამდე სწორედ იმიტომ მივიდა, რომ ნორმალურად არ ვილაპარაკეთ. Peki. კარგი. Konuş değil. მითხარი გისმენ. Merak მაინტერესებს. საერთოდ არ გენატრები?